საქართველოს პარლამენტმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე მუშაობა დაიწყო. კანონპროექტის ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის. მან პროექტი პარლამენტში 28 მაისს დაარეგისტრირა. ინიციატივის შესახებ სავალდებულო დასკვნები ჯანდაცვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებმა უნდა მოამზადონ. დედაქალაქში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით არ დაიჭირო. ამ სახელწოდების აქცია არაერთხელ გაიმართა. შეწყდეს ის მავნე სამარცხვინო პრაქტიკა, რაც არის ამ ქვეყანაში, როცა ადამიანებს იჭერენ, ციხეში სვამენ, თავისუფლებას უზღუდავენ, საცხოვრებას უნგრევენ. ისეთი რამის ჩადენისთვის, რასაც ძნელია დაარქვა დანაშაული. შეიძლება იყოს მავნებელი ორგანიზმიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ციხე არ არის გამოსავალი ადამიანისთვის. რას ფიქრობენ ფოთელები ამ საკითხთან დაკავშირებით? დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მათი მოსაზრებები მოისმინა. გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ და სასჯელი მხოლოდ ჯარიმებით უნდა შემოიფარგლოს. თუმცა კურსორის ობიექტივში მოხვდნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მომხმარებლები პატიმრობაში უნდა მიეცნენ, რადგან კანაფისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შესაბამისად ახალგაზრდებმა იგი არ უნდა გამოიყენონ. პირადად ჩემი პოზიცია არის, რომ არ უნდა მოწიოს პიროვნებამ შეიგნოს უნდა ეს. არ უნდა მოწიოს ეს მარიხუანა თუ რაღაცა ნარკოტიკებიც. ახლა წავიდეთ ციხეში რა, კიდევ უარესი გახდებათ რომ უკეთესი? დასჯის მექანიზმი რა უნდა იყოს მთავრობის მხრიდან თქვენი აზრით? სამანტყობო არის და რამე უნდა რომ მიიყვანოს იქ და გამოუწიროს კურნალობა. თქვენი აზრით მთავრობამ ციხეში უნდა გაუშვას მარიხუანას მოწავაზე ადამიანი? კი უნდა გაუშვას. ანუ თქვენი აზრით გამოდის, რომ როცა ადამიანი მარიხუანას მოწავს, ციხეში არ უნდა გაუშვას მთავრობამ? არ უნდა გაუშვას, მაგრამ ამას მოუვარონ უნდა, ახალგაზრდობას მოვლა უნდა და მე არ იზამს. დასაქმება უნდა, იმას დასაქმება არის, ახალგაზრდა დასაქმება არის სპორტი. რა ვიცი, ალბათ კი ალბათ. რატომ? რატო და იმიტომ რომ არ შეიძლება ეს პლანის მოწევა და იმიტომ. აი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე მუშაობს პარლამენტი და თქვენი აზრით, როცა ახალგაზრდა მოწავს მარიხუანას, უნდა გაუშვან თორა ციხეში? არა, ციხეში არ უნდა გაუშვან, მაგრამ გარკვეული ზომები უნდა მიიღონ, რა ვიცი. ჩვენ არა ვართ მომხრე მაგის. უნდა მიცემ, მეგონი, მეორე შანსი, რომ გამოასწოროს თავისი შეცდომა და ციხე არ უნდა იყოს მაინც და მაინც ესეთი გამოსასწორებელი ადგილი. კიდევ ერთ საკითხზე მინდოდა უბრალოდ ჩემი პოზიცია დამიფიქსირებინა. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა, მისთვის გასაგებია, რომ ამ საკითხზე ახალგაზრდები ემოციურად საუბრობენ, თუმცა მთავრობა ვალდებულია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შედეგები კარგად გაიაზროს, რადგან ეს შესაძლოა ახალგაზრდობისთვის დამღუპელი აღმოჩნდეს. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება პირველ ჯერზე მხოლოდ ჯარიმას იწვევს, ხოლო პატიმრობა მხოლოდ განმეორებით შემთხვევებზეა გათვალისწინებული. მე პირადად ვარ აბსოლუტურად წინააღმდეგი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ საკითხის, ამას შეიძლება უფრო კარგი გააზრება. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალთაობას უფრო ბედნიერი და უფრო ძლიერი მომავალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.